მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 12-ზე. მე ვარ გიორგი კიკაბიძე. სტიქია თელავში უხმან ალექმა და ადიდებულმა ხევმა ქალაქში სერიოზული პრობლემები შექმნა. დანგრეულია ხიდი, ევაკუირებულია მოსახლეობა. ათასობით აბონენტი კი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. კახეთში სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ყველაზე რთული ვითარება კავკასიონის ქუჩაზეა, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზა ქვაღორღისგან იწმინდება. უსაფრთხოების მიზნით აგრარული ბაზრის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. რამდენიმე ცენტრალურ უბანში კი მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. მეც ჩემი კოლეგა მარიკა ბოლქვაძე მოგიყვებათ. მარიკა, ეთერში ხარ. გიორგი, სტიქის შედეგები თელავში მართლაც ძალიან მძიმეა. პირველ რიგში მაყურებელს ვეთქვი იმას, რომ საბედნიეროდ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რაც შეეხება ზარალს. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, აგრეთვე საგზაო ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა დაწესებულებები ამ წუთებში, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. მოსახლეობა უკვე კონკრეტული ლოკაციებიდან, საცხოვრებელი სახლებიდან ევაკუირებულია, რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას. რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძე მედიებთან კომენტარი გააკეთა, მას დაუსვეს კითხვები ზარალთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ჯერჯერობით, ვიდრე მდინარე კალაპოტს არ დაუბრუნდება, შეუძლებელია ზუსტი ზარალის ოდენობის დათვლა, თუმცა ერთი შეხედვით ზარალი იმდენად დიდი ჩანს, რომ შეუძლებელია ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტი გაწვდეს, ამიტომ შესაძლოა კონკრეტული თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოს. დილიდან უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს თელავში და უკვე შეიქმნა სტიქის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბიც, რომელიც დაკომპლექტებულია სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისგან, აგრეთვე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წევრებისგან. ისინი მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ახლა მოხდეს დანარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, მათი ევაკუირება, რამდენია ზუსტი ზარალის ოდენობა და არსებობს თუ არა კიდევ საფრთხე სტიქის განმეორების. როგორც ხედავთ, სტიქის მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია, რაც მთავარია მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე შეზღუდვით მიეწოდება მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც წლის განმავლობაში პერიოდულად აღდგება. დაზიანებულია ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. შეფასდება ადგილზე ელფის მიერ მიყენებული ზიანი სრულად და დაიწყება აბსოლუტური სამუშაოები, აბსოლუტურად აღდგენის სამუშაოები. რაც შეეხება კოორდინაცია, შეკრებილი იყო საკოორდინაციო საბჭო, ყველა სამინისტრო და ყველა უწყება მობილიზებულია კოორდინაციაში, ისე რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფრა სტიქის მიყენებული ზიანი თელავის მუნიციპალიტეტში. გამის ამ საათზე გამოვედით და მოვარდა არხი და ამ რეჩავდა. აი ეზო და შიგნით რა ხდება არ ვიცი, არ შევა 3 საათზე რომ გამოვიდეთ შევა. როგორ ფიქრობთ, აი რამ გამოიწვია ამ ხელად ხალხოვარდნა, რა იყო მიზეზი? ეგენი გაარკვია თვითონ. რამ გამოიწვია დამბები უნდა გაფრთხილებული იყო. დევით 50 წელი იყო ესეთი შემთხვევა, ახლა გაიყო რა. არ იყო ეხლა შესაბამისი სამუშაო ჩატარებული. არის ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ აი სამბოლო სტიქის გამომწვევ მიზეზებად მოქალაქეები სხვადასხვა ფაქტორს ასახელებენ. სოციალურ ქსელში აგრეთვე ადგილობრივების პოსტები, განცხადებები ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტი უკონტროლოდ გასცემდა ნებართვებს უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით, მდინარის კალაპოტთან ძალიან ახლოს და ფაქტობრივად მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და რესტორანი აშენდა. სწორედ ამიტომ ადგილობრივებს აქვთ ეჭვი, რომ გარემო პირობებზე ამ ხელოვნური ჩარევის შედეგი შეიძლება ყოფილიყო მდინარის კალაპოტის ცვლილება და სტიქის განვითარების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით სავარაუდოდ სახელმწიფო რწმუნებული მედიის მიერ დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს და სულ ცოტა ხანში ასევე გვეცოდინება ზუსტი ოდენობა იმისა, თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს. ეს მარიკა ბოლქვაძე იყო ჩვენს ეთერში. მადლობა მარიკა.
გაიფლანგა თუ არა კორუფციულ სქემებში სტიქი დაზარალებულებისთვის გამოყოფილი 7 მილიონი ლარი ნაციონალური მოძრაობა ლანჩხუთის მერიას სტიქის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი მილიონების მითვისებასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. პარტიის განცხადებით, მაშინ როდესაც სოფელ ნინოშვილში რეალურად დაზარალებული ოჯახები დღემდე დანგრეული სახლებისა და მიწის გარეშე ყოლად უმწეულ მდგომარეობაში არიან, სახელმწიფო კომპენსაციები ოცნებასთან დაახლოებულმა პირებმა მიიღეს. ოპოზიცია საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას და იმ პირთა სის გასაჯაროებას ითხოვს. ვიზეც ეს საბიუჯეტო თანხები გადანაწილდა. აი აქ არის კორუფცია, ჩემს უკან ხედავ დანგრეულ სახლს, კარმიდამოს და აი ესეთ ოჯახებს 50,000 ლარი მისცეს და თუ ყოფნის 50,000 ლარი აი ესეთ დანგრეულ სახლს, მაშინ მოვიდეს კობახიძე და თავის ხელით შეაკეთოს. ვინაიდან დანარჩენი ფული 7 მილიონი წავიდა ქართული ოცნების, ჩინოვნიკების, ნათესავების და მათი პარტიული თანამშრომლების ჯიბეში. როგორც მაშინდელი მოწვევის საკრებულოს წევრი, ჩვენ მერს მოვთხოვეთ თითოეული დაზარალებული სტიქით გაუბედურებული ადამიანების სია. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? კონკრეტული სახელი და გვარები. მე როგორც საკრებულოს წევრს და ჩვენ როგორც საკრებულოს ფრაქცია ერთიანობის მოწვევლებს ქონდა უფლება გვსადნოდა ამ სიის თაობაზე, მაგრამ რა მოხდა? ეს სია ჩვენ ამ სიამ დღის სინათლე ჩვენთვის ვერ ნახა. გამოიღო ცელი ხორი ქვევით 4 ტონამდე კარალოგი მქონდა და წემალი და ეს ყველაფერი დაფარა ესე ნაგებობია და ენიანა შეგნით. ვის არ მიუმართე პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თავმჯდომარეს ილოსრას არავითარი რეაგირება არ მოხდენია. თქვენი წარმომადგენელი მოვიდეს შეამოწოს რაიონში ყველა ოჯახი, სადაც ფული გაიქცა 50,000 ლარი და ჩემი ოჯახი შეამოწოს რა მდგომარეობაში ვარ. ასეთი უკანონობა როგორც საქართველოში ხდება, სოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ეს ხალხი გადასულია გლეჯაზე და ძარცვაზე ქართული ხალხის. სკანდალური საქმე სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელსაც მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს ელექტრონული სამაჯური ძალაში დაუტოვეს. სოფია სიგუა-შატბერავა იოსებ სიგუას წლების განმავლობაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს. სიგუამ თანამდებობა უკვე დატოვა, ის ბრალს არ აღიარებს. მისი ინტერესების დამცველი კი აცხადებს, რომ დაპირისპირება რეალურად ქონებრივ დავას უკავშირდება და მისი მეუღლის ცოლის მიზანი სწორედ ფინანსური სარგებლის მიღება. საკმაოდ მძიმე იყო ის ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ გაჟღერდა, უარყოფს ამ ყოველივეს, როგორც მივხვდით თქვენი საუბრიდან. მტკიცებულების გაჟღერებას, ხან ბრალდების გაჟღერებას ჭირდება კონკრეტული მტკიცებულება. კონკრეტული მტკიცებულება იდეაში არ არსებობს, რაც წარმოადგენდა და ამიტომ დაანონსა თუნდაც ერთი კვირის წინ გასულ გადაცემაში, რომ მას არ აქვს რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება. თუმცა, ჩვენ გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ასახად ადასტურებს, რომ ქონებრივ დავითთან დაკავშირებით სოფიო სიგუა იოსებ სიგუას უქმნიდა სამართლებრივ პრობლემებს, აშანტაჟებდა, იყენებდა მის სამსახურეობრივ მდგომარეობას, წამებდა ცილს. მთავარი მოტივი არის ერთადერთი, რომ სოფიო სიგუა მიიღოს რაც შეიძლება დიდძალი ქონებრივი სარგებელი და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გინდება, რომ ის ყოველდღიურად ურეკავს მას, ყოველდღიურად თხოვს ბუატანხეს, რასაც იოსებ სიგუა ურიცხავს კიდევაც და ამავე დროს დადასტურდა, რომ ადამიანი, რომელსაც ეშინია, თავისუფალ დროს ბავშვებთან ერთად ატარებდა იოსებ სიგუას თანდაცემით. ამავე დროს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პირველში ერთი კვირის წინ გასული სიუჟეტში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები სოფიო სიგუას მხრიდან არ შეესაბამება რეალობას და აღანიშნულს სასამართლოში კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითებით გაუვათილებთ. სახეზე გვაქვს მომეტებული რისკი და არსებობს საფრთხე იმისა, რომ შეექმნას დაზარალებულის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე. რაც შეეხება ქონებრივ დავას და ამაზე მოპასუხე მხარის მხრიდან აპელირებას, ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე აპელირებენ, რადგან ძალადობის მსხვერპლს ასეთ შთაბეჭდილებას ყოველდღე საზოგადოებაში, რომ ძალადობის მსხვერპლს არ აქვს უფლება ჰქონდეს ქონებრივი უფლებები. და ყველა დაზარალებულს მსხვერპლს, რა თქმა უნდა, აქვს ქონებრივი უფლებები. შესაბამისად აპელირება იმაზე, რომ ვინმეს ქონება ზალავს, ეს არის აბსურდი. ეს ქონება
სამართლებრივად ისედაც მას ეკუთვნის ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, მათ უნდა თემის გადაფარვა და შეარჩიეს სტრატეგიად ის, რომ თითქოს დაზარალებულს აინტერესებს ქონება და მისი ინტერესი არის ამ მიმართულებით და ამით ცდილობენ გადაფარონ მთავარი ამბავით. მთელი 13 წლის განმავლობაში უმძიმესი ძალადობის ფაქტები, რომელსაც ყვება თავად დაზარალება. პროტესტი ბათუმში. სამოქალაქო აქტივისტებმა რუსი არტისტის ელდარ ჯარახოვის კონცერტი გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტები ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერებით მივიდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში რუსი არტისტების მასპინძლობა და მსგავსი გასართობი ღონისძიებების მოწყობა მიუღებელია. სწორედ ამიტომ მათ კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპაციის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოვიდნენ. ერთგვარი სერია არის, ასე ვთქვათ, რუსი მომღერლების ბოლო პერიოდში ბათუმში იმართება მათი კონცერტები და პირადად მე აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ვთვლი, რომ ეს მათი კულტურის შემოჩეჩება, ესე ვთქვათ, და იმის მცდელობა, რომ გაავრცელონ თავიანთი კულტურა იმ ქვეყნებში, სადაც ოკუპაცია არის აქტუალური ჯერ კიდევ, არის რუსული მეთოდი და ვეწინააღმდეგები ამას. არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოდიოდეს ისეთი რუსი მომღერალი, რომელსაც არ აქვს მკაფიო პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით, არ გმობს თავისი ქვეყნის პოლიტიკას. არ არის მარტო ერთი და ორი მოქალაქის ვალი, ეს არის ყოველს ვალდებულება, რომ გაახსენდეთ ის ტკივილი, ის ბოროტება, რაც ამ ქვეყანამ მიაყენა ჩვენ ქვეყანას და აგრძელებს აგრესიას უკრაინის მიმართ. და თითოეულმა მოქალაქემ უნდა დავიცვათ საკუთარი ეროვნული ღირსებები და არავითარ შემთხვევაში კულტურული სფერო პოლიტიკური კონტექსტისგან არ უნდა გაემიჯნოს. უკვე მეორედ ვაქვს ჩვენ მოსულები, იგივე ბანერებით და პლუს დამატებით გვაქვს კიდე ახალი ბანერები. სათქმელი არის ის, რომ ქართული საზოგადოება ვერ შეეგუება ოკუპაციას და ყოველთვის ვიქნებით მზად იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ქვეყნის რუსიფიკაცია. დიდება გმირებს ამ სიტყვებს დედაქალაქის მთავარ გამზირზე სკანდირებდნენ. ტრადიციული შაბათის მარში სწორედ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომრებს მიეძღვნა. მსწავლობა ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ შედგა. იქ იყვნენ უკრაინაში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებიც. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის გიგანტური დროშები გაშალეს. მსწავლობის დაწყებამდე მოძრაობა ერთი ხალხი ერთი საქართველოს წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ უკრაინაში 100-ზე მეტი ქართველი მებრძოლის თავგანწირვა პირდაპირ კავშირშია საქართველოს თავისუფლებასთან. რადგან უკრაინამ დაამსხვრია რუსეთის ჯარის უძრებელობის მითი და ქვეყანას ოკუპანტის დამარცხების რეალური შანსი მისცა. მონაწილეს ბანერზე დედა ბედნიერი ვარო, ანწუხელიძე გიორგის მკვლელი აქ მოვკალითო დედაო. ჩემი ბედნიერება ეს არისო დღესო. რა უნდა ვიტყვა? მე ერთს ვიტყვი, რომ გმირიშვილი გამიზრდია. ვიტყვეს მაგარი შვილი გავკაფე, მაგრამ გმირიშვილი გამიზრდია. ჩემი შვილი ამას ამბობდა. პოლიტიკური შეხედულების გამო მე ქართველს არასოდეს ვესვრი, ვერ ვესვრი და არ ვესვრი, ამას ამბობდა ჩემი შვილი. უხარებასთან ერთად ძალიან დიდი სიამაყე არის, რომ მამა ჩემი ებდოთ აი ბოროტებას, რომელ ბოროტებასაც ხვია რუსეთი. გარდაიცვალა რესპუბლიკელი სენატორი ლინსი გრემი 71 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა. გრემი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა კიევიდან, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ის ამერიკის სენატში 2002 წელს აირჩიეს. ლინსი გრემი დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე და სენატის ბიუჯეტის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თეირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა. ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ იძაბება, ვაშინგტონმა თეირანის 140 სამხედრო სამიზნე დაბომბა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების ბაზები. ეს არის პენტაგონის პირდაპირი პასუხი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასა და საერთაშორისო გემზე თავდესხმაზე. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა საპასუხოდ იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზას დაარტყა, რის გამოც რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.